მოგესალმებით ინდა და მივესალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის და რიგში მინდა აუცილებლად რომ გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანებს რომლებიც დღეს და არა მხოლოდ დღეს უკვე 286 დღე ღამე არის რაც დგანან ქუჩაში ძალიან მშვიდობიანად და ეს არის ძალიან დიდი მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამავე დროს და ეს ძალიან ნათლად ჩანს დღეს როგორც არასოდეს ოცნების პოლიტიკა არის დესტაბილიზაცია. არის მცდელობა რომ ამ ძალადობით გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყნის, რადგან სხვა ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ვერც ამ პროტესტის შეწყვეტას, ვერც ქვეყნის მართვას ვერ ახერხებენ. მათი დღევანდელი ინსტრუმენტები არის იზოლაცია და მე მგონი იზოლაცია უკვე არის მათი არჩევანი პოლიტიკური და შიგნით ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გამოწვევა ყველაფრის იმისი, რამაც შეიძლება დესტაბილიზაციასკენ წაიყვანოს ეს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ გვმართებს კიდევ მეტი სიფრთხილე და კიდევ მეტი შემართება და მხნეობა. ქალბატონო პრეზიდენტო, ხომ არ შეიტანს ეს ორი დღის ამბები დამატებით სათქმელს თქვენ სიტყვაში, რომლითაც მოსმენაზე უნდა წარსდგეთ თუ შეიძლება გითხარით, რა მნიშვნელობას ატარებს თავისთავად ეს მოსმენა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის? მე მგონი მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც საქართველო არის მეტნაკლებად გამქრალი დღევანდელი კამერებიდან და ყურადღებიდან ამერიკაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კრიზისი არის და ეხლა როცა გესაუბრებით, მთელი ყურადღება არის მიბჯენილი იმაზე, რომ დღეს მოხდა ისრაელის დარტყმა ყატარზე და ეს არის ახალი კიდევ კრიზისი, რომელიც აქაურებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია იმ მომენტში, როცა პრეზიდენტი ტრამპი აპირებდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ყოფილიყო შედეგიანი ღაზას და ისრაელის შორის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და უნდა ჩვენი ხმა აქამდე მოვიდეს და მე ვთვლი, რომ ჩემი ერთ-ერთი მომავალეობა არის სწორედ ის, რომ მე ვიყო აქა იმ ხალხის ხმა, რომელიც დგას ქუჩაში და რომელსაც აქვს სათქმელი, რომ საქართველოს დღესეც არის იმავე მის ორიენტაციაზე, რაც იყო მისი საუკუნების მანძილზე და ამ 30 წლის მანძილზე. და ჩემი როლი არის, რომ მივიტანო ეს გზავნილი ამერიკელებთან, რომ მათი 30 წლიანი პოლიტიკა, მათი ჩადებული ამდენი ინვესტიცია და არა მხოლოდ ფინანსურზე ვსაუბრობ, არამედ ყველაფერი ის, რაც გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს შემდგარიყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებით, ეს ყველაფერი დღეს არის საფრთხის ქვეშ. და საფრთხის ქვეშ არის და ამით დავიწყე, იმიტომ რომ ასევე ემუქრება დესტაბილიზაცია და რუსეთის დომინაციის ქვეშ დაბრუნება. ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს ამერიკას. ცხადი არის ეს ყველაფერი იმიდან იწყება, რომ ეს ყველა ადამიანის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ყველაფერი ეს ფეხქვეშ და ჩვენი კონსტიტუცია იქნა გათელილი. მაგრამ დღეს არის ასევე სტრატეგიული ინტერესები, რომელიც არის ძალიან დიდ საფრთხეში და თუ ამერიკა ჩართული არის იმაში, მაგალითად, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის შორის შედგეს ეს მშვიდობიანი მოლაპარაკებები და ახალი სატრანზიტო გზები, არ შეიძლება რომ ამერიკას დავიწყდეს, რომ მთავარი ქვეყანა კავკასიაში, როგორც რუსეთმა ძალიან კარგად იცის საუკუნის მანძილზე, მთავარი ქვეყანა ის თუ უბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს, ეს არის ძალიან დიდი უკან დახევა ამერიკული ინტერესების. ეს ყველაფერი არის ის, რაც არის ჩემი სათქმელი აქა. არის ინფორმაცია, ჩვენ ვაშუქებდით ამ ამბავს, რომ მაგალითად თინა ხიდაშელი ვაშინგტონში ივანიშვილის ავტორიტარულ მმართველობაზე კონკრეტული მტკიცებულებები ჩადის სამხილები ოცნების კორუფციულ სქემებზე და ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას შეეხება. აი, თქვენ რით ჩახვედით, თუ შეიძლება ამის თქმა, ვიდრე გამოსვლა გექნებათ, რა იქნება თქვენი გამოსვლის
ძირითადი მესიჯები, რამდენადაც ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ მოსმენის დროს შეისწავლიან საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადასვლის გლობალურ შედეგებს. ავტორიტარიზმი არის ერთი ნაწილი, რომელზედაც აქვთ უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებები, ეს არის პირველი მოსმენა და ყველა ის კანონები, რაც მიღებული იქნა და ყველა ის უკანონო გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნა, ყველა ის დაპატიმრებები, ეს ყველაფერი უკვე არის შეგროვილი ჰელსინკის კომისიაში. რაც არის დღეს ჩემი მხრიდან უფრო მნიშვნელოვანი, როგორც პრეზიდენტის ხმით სათქმელი, არის სწორედ ის სტრატეგიული საფრთხეები, რაც ელოდება საქართველოს და ყველა იმ ძალებს და ყველა იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან დაინტერესებული იმაში, რომ ამ რეგიონში იყოს მშვიდობა და იყოს მათი ინტერესები, მათი სტრატეგიული ინტერესები დაცული. და ეს ჩანს ყველაფრიდან, ეს ყველა გადაწყვეტილება, ყველა გზავნილი, თუნდაც ეს ბოლო პერიოდში დაგზავნილი შეიძლება ჩავთვალოთ როგორც სასაცილო თუ არა სამარცხვინო წერილები გაგზავნილი. ამაზე მინდა ცალკე რომ დაგისვათ კითხვა, თუმცა არ შეგაწყვეტინებთ, კი ბატონო. მაგრამ ეს წერილები არის ჯერ ერთი ასევე იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან შეურაცხყოფელი არის ასეთ ქვეყნისთვის, როგორც არის ამერიკა, რომ ამ ფორმით მიმართავ. უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ნამდვილი ნაბიჯი შიდა აუდიტორიისთვის, იმისთვის, რომ ისინი, ვინც დღეს კიდევ რაღაცნაირად ისაც ჯერა ქართული ოცნებისთვის, იმათ დააჯერონ, რომ ჩვენი იზოლაცია, რომლისკენაც მიდიან ნაბიჯ არის ამერიკის ბრალი და არის ევროკავშირის ბრალი. Deep State-ის ბრალი, რომელიც გვართმევს ქართველობას და გვართმევს თურმე თავისუფლებას სამწუხაროდ. ხო, კი ბატონო. ქალბატონო პრეზიდენტო, აქვე ჩაგეკითხებოდით, აი ჰელსინკის კომისიამ ეს შეხვედრა, რომელზეც თქვენ საგანგებო მიწვევა მიიღეთ, ჩანიშნა მეგობარი აქტის განხილვამდე, ხო? უნდა ველოდოთ თუ არა ამ კომისიის შემდეგ მეგობარი აქტის სწრაფად მიღებას და როგორ შეაჩერებს ეს აქტი ოცნების სვლას ავტორიტარიზმისკენ. აქვე მე გავიხსენებდი, ანუ მცდელობებს, როგორც ცდილობენ დაალაგონ თითქოს იპოვონ ლობისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცნების წარმომადგენლებთან და მეგობარი აქტი რეალურად არის ის, რისი შიშიც ოცნების ხელისუფლებას აშკარად ეტყობა კონგრესში დანიშნული მოსმენის წინ წყობიდან გამოსული ეს ლიდერები ვნახეთ ოცნების. ამაზე მოგვიანებით კითხავთ. მანამდე აი თავად მეგობარ აქტზე მინდა რომ გვიპასუხოთ, რამდენად სწრაფად შესაძლებელია ველოდოთ ჩვენ ამ აქტის მიღებას, რადგან ჰელსინკის კომისიის ხდომა მანამდე ჩაინიშნა სწორედ. მანამდე ჩაინიშნა, მაგრამ ეს სხვა პროცედურები არსებობს, რომელებაც უნდა გაიაროს სენატი და ჯერ მე არ ვიცი და უნდა გავიგო ზუსტად როგორი პროცედურები და უშუალოდ დაკავშირებული ის, რომ თქვათ, რომ ჰელსინკის კომისიის შეხვედრა ნიშნავს, რომ ხვალ ზეგ მიღებული იქნება მეგობარის აქტი, მე მგონი, რომ არ უნდა შევქნათ ასეთი მოლოდინები. ფაქტი არის, რომ ქართული ოცნების ლიდერები არიან ისედაც უკვე ნაწილობრივ დასანქცირებული და ნაწილობრივ მაინც არის შედეგები უკვე ამაზე, იმიტომ რომ საკმარისი არის, რომ ვინმე სახელი იყოს გაჟღერებული ამ სანქციების კონტექსტში, რომ უკვე მოქმედებდეს ფინანსური და სხვა შეზღუდვები და უკვე ეტყობათ მართლაც მათ ამისი შედეგები. ვნახოთ, როგორ წავა, ჩემი სათქმელი არ არის, როგორი იქნება ხვალინდელი გადაწყვეტილებები თუ ზეგინდელი ამ მეგობარის აქტზე, მაგრამ ამან უკვე თავისი ნაწილობრივ როლი ითამაშა. მე ვისურვებდი სხვა რამეს, რომ მეგობარი აქტში დაბრუნდეს ის ნაწილი, რომელიც იყო ადრე და რომელიც პირდებოდა ქართველ ხალხს ხვალ როცა ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ მართლობას, ჩვენ რეალურ მიმართულებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და შინაური პოლიტიკის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ამერიკასთან ის, რაც დაგვაკარგინა ქართულ ოცნებამ, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა
ეს არის ყველა ის პროგრამები, რითაც ძალიან ბევრი გაკეთდა ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის და ჩვენ ეს ყველაფერი არ უნდა დავკარგოთ და მე ვისურვებდი რომ უფრო ნათლად ეს ნაწილიც ყოფილიყო და დარჩენილიყო მეგობარი აქტში, მაგრამ ამას მივხედავთ ხვალავს. კი ბატონო, მე აი წეგან გითხარით რომ ოცნებას განსაკუთრებული რეაქციები აქვს ამ თემაზე, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში იგივე მეგობარ აქტს და მაგალითად თქვენს მიწვევაზე ჰელსინკის განცხადების წაკითხვის შემდეგ მით უმეტეს ალბათ უფრო მძიმე იყო მათი რეაქცია. თქვენებათვით მოკლედ დაგისვამთ ამ კითხვას, აი მაგალითად პაპუაშვილი პირდაპირ დაგესხათ თავის ჩვეულ სტილში და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ტონით სხვათა შორის მან თქვა რომ თქვენ სამშობლოს ღალატის ჩასადენად ჩახვედით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ თქვენ წარსდგებით იქ როგორც მოწმე, რათა დაუმტკიცოთ ამერიკელ ზოგიერთ სენატორს თუ კონგრესმენს, როგორი ცუდია თურმე თქვენი ქვეყანა და პაპუაშვილი ამბობდა სალომე ზურაბიშვილი არისო მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი და ჩვეულებრივად უცხოელებს ყავთ ხელფასზეო და ამაზე მეტი აგენტობა რა გინდათო და აქვე მაგალითად დავამატებდი დედაქალაქის მერმაც კალაძემაც იგივე რიტორიკით შემოგიტიათ. წავიკითხავ რა თქვა სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე აგენტი როგორც სხვა რადიკალები, გვარამია და სხვები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეიძლება სახელი და გვარი და ერთი ქალი იყოს და მეორე კაცი შეიძლება მხოლოდ ამითი განსხვავდებოდნენ. მოკლედ ღალატისთვისო რა ღალატისთვის ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აი აქედან გამომდინარე როგორ ფიქრობთ ეს შეფასებები ხომ არ მიგვანიშნებს რომ შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლაც კი გააჩაღონ ამ პირდაპირ თქვათ საპატიმროთი დაგემუქნო თუ მათთვის არასასურველი შედეგი დადგება მაგალითად დაგადანაშაულონ მათივე ლოგიკით ღალატში. ერთი მე იმითი დავიწყებდი და გუპასუხებდი რომ როგორც ჩანს კალაძე ვერ ამსხვავებს ქალებს და კაცებს რაღაცა შეეშალა. მეორე ვიტყოდი რომ როცა თვით მოღალატეები ვინც მართლა უღალატა ქვეყნის მიმართულებას და ხალხის ნებას ვინც უღალატა და თავის კონსტიტუციას სადაც წერია რომ ჩვენი მომავალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დავიცვათ ევროატლანტიკური ჩვენი მომავალი, ესენი ადამიანები არიან რომელზედაც ამაზე უნდა პასუხი გასცენ და როცა მოღალატეები შენ გადაშაულებენ მოღალატეობაში, ეს არის სიამაყის საფუძველი და არასირცხვილი. ქაბატონო სალომე, არის შანსი რომ ოცნება მიაღწიოს ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგალითად ტრამპის რეალობაში, ანუ რა განწყობები დაგხვდათ, ეხლა ახალი ჩასული ხართ მართალია, მაგრამ თქვენ მუდმივად გაქვთ კონტაქტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროპის მიმართულებით, ისე ამერიკის შეერთებული შტატების. აი, თქვენ როგორ ხედავთ, რა არის ეხლა განწყობები? აქვს შანსი ოცნებას და ივანიშვილს რომ რაღაც მათთვის სასიკეთოდ შეცვალონ ეს დამოკიდებულება. მე მგონი რომ მე ჯერ ერთი ვერ ვხედავ ამის რეალურ შესაძლებლობას, იმიტომ რომ არ არის რეალური ინტერესი მათ მიმართ აქედან არის გზნობა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რაც მთავარია მე იმას ვიტყოდი რომ რეალურად ამათ არა აქვთ სურვილი ამ ურთიერთობების დალაგების, არც ამერიკასთან და არც ევროკავშირთან. იმიტომ რომ ნდობოდათ ესა ძალიან დიდი ხანია, ეხლა უკვე დრო იწურება, მაგრამ ძალიან დიდი ხანი არის, რაც ჰქონდათ ძალიან ბევრი საშუალება, რომ ეჩვენებინათ კონკრეტულად ჟესტებით, ნაბიჯებით, რომ მათ სურდათ დალაგება. ეს შეიძლება ყოფილიყო და ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი არის ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეკონომიკური მიმართულებები და ამ ხრივაც შეიძლება მაგალითად ნიშნების გაგზავნა ანაკლია სპორტის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ ეს მაგალითისთვის არაფერი არ გაკეთდა სერიოზული და ეხლა ყაველაშვილის წერილების ფონზე რომ არანაირი ახალი გადაწყვეტილება ან ახალი ინტერესი არ გაჩნდება, ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენ უფრო სერიოზულად იმას უნდა უყურებდეთ და ეს უნდა იყოს ჩვენი რეალურად ყურადღების ცენტრში, რომ ესენი უკვე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამართლება
მოიპოვონ თავიანთ იზოლაციის პოლიტიკისთვის. ეს აწყობთ ეს იზოლაცია აწყობთ სხვა ახსნა უბრალოდ არ შეიძლება ფიქრობენ რომ უხსნის ხელებს კიდევ უფრო იმისთვის რომ როგორც უნდა ისე მოიქცენ ის რამოდენიმე ათეული ადამიანი რომელიც დღეს არის საქართველოს სათავეში ერთის უკან და ამიტომ ეს მცდელობები არის მხოლოდ იმისთვის, რომ ოცნების ვიღაც ბოლო ჯგუფი, რომელიც მათ უჭერთ მხარს, ისინი დაარწმუნონ იმაში, რომ ყველა ჩვენ გვებრძვის და რომ სხვების ბრალი არის ეს იზოლაცია, რომელიც რეალურად არის მათი გადაწყვეტილება და სადაც რომელსაც მიწყობიან ნაბიჯ. ქალბატონო პრეზიდენტო, აი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მინდა ეხლა რომ დაგისვათ კითხვა ყაველაშვილის წასვლაზე, არის ასეთი კაცი, რომელიც თქვენ შემდეგ შევიდა პრეზიდენტის სასახლეში და მინდა კითხოთ გასულ წელს ასამბლეაზე საქართველოს ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, ამ დროს თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებოდი, თუმცა ქართულ ოცნებასთან უკვე დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი იყო და რა მოხდა მაშინ როგორ განგიმარტეს რომ თქვენ არ უნდა წასულიყავით და რა სიტყვით რომ წელს საქართველოს ყაველაშვილმა უნდა წარადგინოს თან ეს უნდა გაუსვა აუცილებლად ამას ხაზი იმიტომ რომ თქვენ გამოცდილი დიპლომატი ხართ თქვენი მთელი ბიოგრაფიით და თარჯიმნის დახმარებით ესეც საინტერესო ამას სპეციალურად ვუსვამ ხაზს ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ თქვა რომ ასე უმჯობესიაო აი თქვენ პირადად რას ფიქრობთ რას ელით რატომ უშვებენ ამ კაცს ამ მაღალ ტრიბუნაზე რა მესიჯების გასახმოვანებლად და როგორ გაიხსენებდით აი იმ გასულ წელს აქვე წეღან კი შეეხეთ მის წერილს მაგრამ მაინც ისევ შემოვიტანდი ტრამპისთვის გაგზავნილ ყაველაშვილის წერილს არაფერი ახლა დიდი დრო არ დავხარჯოთ ამაზე ამ წელს გაეროში ჩვენთვის არანაირი ისეთი საკითხი არ დგება რომ საჭიროებდეს მაინდა-მაინც იქ რამეს მიღწევის შანსი მაინც კობახიძეს იქ არ ქონდა არ ექნებოდა მაღალი დონის შეხვედრები ამიტომ ჯობია რომ ყაველაშვილი გააგზავნოს იქა და ყაველაშვილს რომ აჩვენებენ იმ ფონზე გაეროს ტრიბუნის ფონზე რომელიც ყველა მგიცით ის მწვანე ფონი ესეც კიდევ ერთხელ მათი ვიღაც მომხრეებისთვის ვინც ადვილად რაღაცას იჯერებს მათ მომხრეებისთვის იქნება ნიშანი რომ რაღაცა ფორმის ლეგიტიმაციას იქ იღებს ეს არის და ეს კი ბატონო არ არის და ამას დიდი კი ბატონო ქალბატონო პრეზიდენტო ეხა მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ წამოგვეწია უკვე პრინციპში უდიდესი პრობლემა რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი რომელიც არ ვიქნები ეხა რაღაც გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ ნამდვილად კატასტროფა იქნება ამ ქვეყნისთვის და მე დღეს ვიხსენებდი მთელი ჩემი გასული წლების პროფესიული ცხოვრების განმავლობაში სიმწვავესთან ერთად როგორ მიწევდა იმის გაშუქება როგორ მიდიოდა ეს ქვეყანა დასავლეთისკენ და ეხლა ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე თითეული მოქალაქისთვის ეს რამხელა დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს ევროკომისია ალბათ უკვე მალე განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო რადგანაც რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლო იყო დასახელებული მაშინ როცა 31 აგვისტო დასახელდა ევროკავშირის ელჩმა თქვა კიდეც რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ბჭყალებს ჩავსვა დაეკისრება საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს შანტაჟად აფასებს პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და რა ინფორმაციას ფლობთ მე არ ვფლობ კონკრეტულ ინფორმაციას ამის შესახებ, იმიტომ რომ ბრიუსელში ეხლა არის დაბრუნება მე ვიტყოდი შვებულებებიდან სექტემბრის დასაწყისში მიიღეს სამარცხვინო პასუხი ქართული ოცნებიდან 31 აგვისტოს, ანუ არაფრის მთქმელი პასუხი. მე მგონი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის რომ ქართველმა ხალხმა თავისი პასუხი გასცეს. მე მგონი რომ 13 სექტემბერი ამის დრო არის, რომ ქართველი ხალხი გამოვიდეს და ევროკავშირს თავისი გზავნილი, თავისი ნების დასტური, რომ მე ვარ და ვდგევარ კიდევ ამ ევროპულ გზაზე
ეს არის აუცილებელი, სანამ დაიწყება იქ სერიოზული განხილვა მართლა ამ საკითხის. იქ ასე დგას საკითხი, რომ რადგან სხვა ზომები, სხვა ინსტრუმენტები არ გააჩნია ევროკავშირს, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს კონსენსუსის გარეშე, ეს ვიზა ლიბერალიზაცია რჩება ერთადერთი სერიოზული ინსტრუმენტი, რაც მათ შეიძლება მიიღონ საქართველოს ხელისუფლების გასაგონად, ასე ვიტყოდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება ასევე ქართველი ხალხის გასაგონად და ამიტომ ქართველმა ხალხმა უთუოდ თავისი სათქმელი უნდა თქვას და ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი ხალხის გამოჩენა, მით უმეტეს, როცა ჩვენ ვესაუბრებით და ვუგზავნით ჩვენ ნებას და ჩვენ გზავნილს ევროკავშირს. ეხლა თქვენ ახსენეთ 13 სექტემბერი, ანუ თქვენ უერთდებით, აქ იქნებით და ამ აქციას შეუერთდებით, აქვე შემოვიდა. კი, მე მგონი არ დაგისრულებიათ ბოდიში, მე მაინტერესებს ვიზა ლიბერალიზაციაზე თქვენი პასუხი და მერე დავსვამ ამ კითხვას. შეგაწყვეტინეთ უკაცრავად. მერე თქვენ ვიცით მათი ახალი გადაწყვეტილებები, რომ შეიძლება ეს იყოს შეწყვეტა რაღაცა პერიოდი და ეს პერიოდი სამწუხაროდ გაზარდეს 9 თვიდან 12 თვემდე, მაგრამ შეიძლება ეს გახდეს ჩვენთვის ახალი საბრძოლველი თარიღები. სწორედ თუ ასე მიიღებენ ისა, მაგრამ მე მგონი რომ 13-ის მერე და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, როცა რეალურად ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, დრო იქნება რომ ჩვენ აქტიურად დავიწყოთ საუბრები ბრიუსელში და შევეცადოთ რომ ის გადაწყვეტილებები, რაც მიმართული არის იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას შეაცვლებინონ მათი კურსი, არ იყოს მიღებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ აქ არის ძალიან დიდი ბევრი ნიუანსები, რომელზედაც ჩვენ ყველამ უნდა ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა ჩვენი სათქმელი მივიდეს ბრიუსელამდე. მე მგონი ჩვენი დრო იწურება, არ მინდა რომ მე დაგაბრკოლოთ, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუები და შეხვედრები გაქვთ მათ, მაგრამ იქნებ მოვასწრო ორიოდე კითხვა. ახსენეთ წეგან 13 სექტემბერი, შაბათ 13 სექტემბერს არის დაანონსებული სწორედ საპროტესტო აქცია და შემდეგ უკვე 4 ოქტომბერი ამ ორივე თემას ერთად შემოვიტანდი თქვენთან საუბარში, ქალბატონო პრეზიდენტო, 4 ოქტომბერი, როდესაც ჩვენ გვეუბნება ამ აქციის ორგანიზატორთა სრული შემადგენლობა, რომ უნდა მოხდეს შეკრება და აღარ დაშლა და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა ორივე აქციაზე მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო. მე ყოველთვის ვთქვი და ვიმეორებ, რომ მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა. და ამიტომ მე ვთვლი, რომ ერთობა უნდა იყოს ძალიან სერიოზული 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც იქნება ერთობა და იქნებით 4 ოქტომბერსაც. მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და იქნება ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, იმიტომ რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი დესტაბილიზაციის სცენარები. მე ვიტყოდი, რომ ასევე ის რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები და ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკურ პარტიისთვის, ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო დაყოფა ოპოზიციის. მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც ღებულობენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, მე არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, იმიტომ რომ არ არსებობს ეს არჩევნები. ეს არის არაფერი, ეს არის სიმულაკრი არჩევნების და ჩვენ რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა და ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს, რადგან აქედან ვსაუბრობ.
ამერიკიდან გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას და რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. კი ბატონო. კი ბატონო და ქალბატონო პრეზიდენტო, ბოლოს მინდა მიმართოთ იმ ხალხს, ვინც ეხლა ქუჩაში დგას, დღეს ბევრი ადამიანი გამოვიდა. მე რამდენი დავრწმუნდით, რომ ძალადობაზე უკურიაქცია აქვს ჩვენ საზოგადოებას და დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დგას კალაძის შტაბის წინ და მე მინდა რომ თქვენ მათ უთხრათ ორიოდე სიტყვა, რომელსაც ისინი ალბათ ახავთ. და მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ყველას, რომ ჩემი სრული სოლიდარობა არის. მე მესმის ეს რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ამ რაღაცა საშინელ კადრებისგან, რაც ვნახეთ და ჩვენი პასუხი ამაზე შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რაც არის ჩვენ ხასიათში და ჩვენ ღირსებაში მშვიდობიანი და ერთობლივი პასუხი ამ ძალადობაზე და ამ უმსგავსობაზე სხვა სიტყვა არ არსებობს. დიდი მადლობა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოიცალეთ და ჩაგვერთვეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი ვიზიტები, საერთაშორისო პარტნიორებთან თქვენი შეხვედრები ამ პროტესტისთვის, ჩვენთვის, ამ საზოგადოებისთვის, რომელიც რეალურად ქუჩაში გამოგვიყვანა მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი კობახიძის განცხადებამ და არაფერმა სხვამ, როცა მან განაცხადა, რომ 2028-30 წლამდე წყვეთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან მართავთ ხოლმე, ასე რომ დიდი ინტერესით ველოდებით ამ კომისიაზე თქვენს გამოსვლასაც და შემდეგ უკვე ევროპაში თქვენ შეხვედრებს პარტნიორებთან და მინდა რომ თქვენთან ერთად გამოვთქვა იმედი, იქნებ გადავრჩეთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის თითეული მოქალაქისთვის. უნდა ვიმუშაოთ, უნდა გამოვიდეთ და უნდა ვაჩვენოთ ერთობა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, მადლობას გადაგიხდით, რომ გვერთვებოდით პირდაპირ ეთერში.